დღეს 28 ნოემბერს მორწმუნეებისთვის შობის მარხვა დაიწყო. საშობაო მარხვა 40 დღე გაგრძელდება და 7 იანვარს უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება. შობის მარხვა უძველესი დროიდან მომდინარეობს, მას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ. საშობაო მარხვა დიდ მარხვასთან შედარებით მსუბუქია. 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს 4 შაბათსა და პარასკევის გარდა თევზის მიღება შეეძლებათ. როგორც სასულიერო პირები განმარტავენ, საშობაო მარხვა დაწესებულია იმისთვის, რომ მორწმუნეები ქრისტეშობის დღესასწაულისთვის თავის სინანულით, ლოცვით და მარხვით განიწმინდონ. 28 ნოემბერს იწყება 40 დღიანი საშობაო მარხვა. ზოგადად დღესასწაულის წინ მარხვის დაწესება ეს არის მომზადება ამ დღესასწაულისთვის. ანუ გამოდის, რომ იმდენად დიდია შინაარსით დღესასწაული, რომ მისთვის მოსამზადებლად ადამიანები ვემზადებით და ყველაზე საუკეთესოს, რაც შეიძლება ადამიანმა ამ წუთისობაში აღასრულოს, მოქმედებთ ამ მარხვაში. ყველაზე მთავარი ალბათ დღევანდელ ადამიანს რა არის, რა უნდა იყოს ადამიანისთვის მარხვა, რომ დღეს ადამიანი ძალიან დაფანტულია. ადამიანში დღეს არის ყველაფერს მის შინაგანში უნდა დაიქვემდებაროს ადამიანი. ჩვენი მინდა და გვჭირდება. და ამ ჩვენს მოთხოვნილებებში იმდენად ვართ გაშლილები ადამიანები, რომ ყოველდღიურ საზრუნავში ჩაფლულები და ჩვენი ფსიქიკა, ჩვენი ნერვული სისტემა, ჩვენი ზოგადად სულზეც აღარცაა უკვე ლაპარაკი, იმდენად არის მოშლილი და დაშლილი ადამიანი შინაგანად. აი მარხვა ეს არის მცდელობა, განხორციელება იმისა, რომ იქნებ შევიკრიბო. ამის მერე შემოდის მხოლოდ და მხოლოდ ისე იგი გასტრონომიული პრობლემები, რომ ანუ ჭამე, რა ვჭამე და რა ვჭამე, ამის მერე შემოდის დანარჩენი ყველაფერი, რაც უბრალოდ გარეგნულად მოსჩანს მარხვაში. დანარჩენი ყველაფერი, მთელი შინაარსი მარხვის არის ადამიანის შინაგანი მოკრება, ადამიანის შინაგანი, ანუ საკუთარ თავზე კონტროლის დაწესება. ამიტომაც აი საშობაო მარხვა ეს არის ესეთი ვრცელი მარხვა, სადაც ჩვენ ქრისტეს შობისთვის ვემზადებით, სადაც აი ამ თუ მოვიკრიბეთ და შევძელით, ღმერთი იშობა ჩვენს გულში.